გამარჯობათ. შემხდა ასტროლოგი. საათნახევარი ვისაუბრეთ. ეს ადამიანი გულმოდგინედ ცდილობდა ჩემთვის დაემტკიცებინა, რომ პლანეტები მართავენ სამყაროს და რომ ასტროლოგია კარგი ადამიანის ხელში, ბევრი სიკეთის მომტანია. მე გამახსენდა წმინდა ანდრია სალოსის ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი და გადავწყვიტე მამა ანდრიას სიტყვები გამემეორებინა. ძალიან თბილად უთხარი, რომ გული არ სტკენოდა. მითხარი მეთქი, შენი ცოდნით, შენი სიბრძნით, ამდენი წელი ამ საქმეში ხარ? გეტყობა, რომ გულწრფელად აკეთებ ამ საქმეს. თუ შეგიძლია მეთქი, იანგარიშო, გამოითვალო, პირადად შენი გარდაცვალების თარიღი. როდის დატოვებ ამ ქვეყანას, როდის დადგები ღვთის წინაშე. ამ ადამიანმა თავი ჩაღუნა. სამწუხაროა, რომ ჩვენი საუბარი აღარ გაგრძელდა. მინდა გაგაცნოთ, ზოგადად ასტროლოგია დგა ძალიან ბევრ ცრუ აზრებზე, რადგან ეს არის სიცრუის მამის შემოქმედება და არ შეიძლება, რომ სიმართლეს გადაგებდეს. ორი მთავარი გამოვყავი შინაარსობრივად, რა არის ასტროლოგია. ერთი არის ცრუ სწავლების დანერგვა იმაზე, რომ თურმე არსებობს ბედისწერა და მეორე ეს არის ცილისწამება ღმერთზე. თუ ჩემს კარგ ან ცუდ საქმეებს განაგებენ პლანეტები, ესე იგი მე არა მაქვს თავისუფალი ნება. ესე იგი მე ცხოველისგან არ განსხვავდები. არც სასუფეველის ღირსი ვარ, არც ჯოჯოხეთის ღირსი ვარ. ბედისწერის მონები ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს. და მეორე, ცილისწამება ღმერთზე. თუ ღმერთმა შექმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავები და ისინი განაპირობებენ სიკეთეს ან ბოროტებას, ესე იგი ღმერთმა დაუდო სათავე ბოროტებას, ესე იგი ბოროტება მოდის ღვთისგან. თუ ღმერთს არ შეუქმნია მზე, მთვარე და ვარსკვლავები, არამედ თავის თავადია. ესე იგი ბოროტება არ არის. ბოროტება თავის თავადია. ბოროტებასა და სიკეთეს შორის ზღვარი იშლება. უბრალოდ რაღაც მოხდა. მიდი და გაარკვიე, სიკეთეა თუ ბოროტება. ვისაც მანქანა გიმართიათ, კარგად იცით, რომ საჭეს საითაც მიატრიალებთ, მანქანაც იქ იწავა. ჩვენი თავისუფალი ნება განაპირობებს ჩვენი ცხოვრების გზას. სიკეთეს აირჩევთ, წახვალთ სიკეთეში. გულში შინაგანად გააკეთებთ ბოროტ არჩევანს. ყველა ადამიანისგან დაფარულად. თქვენი ცხოვრება წავა ბოროტებისკენ. ყველაზე ნეგატიურ დღეს ღვთის ძალით, ღმერთის მადლით, ყველაზე კარგ საქმეებს გააკეთებთ. და ყველაზე უფრო პოზიტიურ დღეს მათი ანგარიშით. თუ შესწოდავთ, ყველაზე უფრო ცუდი დღე გექნებათ. გავიხსენოთ ნათლობის აღთქმა, განვეშორები ეშმაკისაგანო, ყოველთა საქმეთა მისთაგან, ყოველთა მსახურთა მისთაგან, ყოველთა სიბილწეთა მისთაგან. განვეშოროთ ამ ცრუ სწავლებასაც და ყოველთვის, როცა გეტყვიან ზოდიაქოთი რა ხარო, უთხარით ადამიანი ვარ თქო. როცა შეგეკითხებიან რისი წელიაო, თქვენ უთხარით ყოველი დღე, ყოველი წელი, ყოველი წამი ღვთისა იყო, ღვთისა არის, ღვთისა იქნება. დროც და მარადისობაც. ღმერთმა გაგახაროთ.